მოგესალმებით. პირველ რიგში გიორგის მიულოცავ თავისუფლებას, გაერთიანებას ოჯახთან, მცირეწლოვან შვილებთან და უყურებდი დღეს როგორ ელოდნენ ციხის საპატიმროს კართან და პატარა ბავშვები როგორ თამაშობდნენ მამის მოლოდინში, როდის გამოვიდოდა გიორგი ვაშაძე საპატიმროდან და ეს გაერთიანება ალბათ ყველაზე ოჯახის ერთობა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. პარალელურად ხედავთ უმძიმეს ვითარებას, სადაც ქართული ოცნება კიდევ და კიდევ ამ რეპრესიულ კანონმდებლობას ამძაფრებს. დღეს 5 ადამიანს მიუსაჯეს პატიმრობა მხოლოდ იმის გამო, რომ გამოხატავდნენ პროტესტს ტროტუარზე. ტროტუარზე რატომ? იმიტომ რომ გზის გადაკეტვა აკრძალეს და ახლა ვხედავთ რომ ტროტუარზე დგომაც აკრძალეს. დაახლოებით საათნახევრის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაქვეყნა სამარცხვინო ტყუილი და სამარცხვინო განცხადება, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტრო, მინისტრი და ქართული ოცნება რეალურად ერთი სტრუქტურაა და ერთი მართვის პულტიდან იმართება ეს პროცესი, ამბობს რომ არა ტროტუარზე დგომის გამო არ დაგვიკავებია ეს ადამიანები. დავაკავეთ იმის გამო რომ ტროტუარზე იდგნენ პროტესტს გამოხატავდნენ უბრალოდ იდგნენ და სხვებს გადაადგილება უჭირდათ და შეფერხდა სხვა მოქალაქეების გადაადგილება. ან პარლამენტის წინ უზარმაზარ სივრცეში თუ იდგა იმდენი ადამიანი, რომ ვიღაცას გადაადგილება რაღაცა შეაფერხა, გაუჭიანურდა 2 მეტრით გვერდი უნდა აევლო ამ აქციისთვის. ანუ ეს არის მტკიცებულებები არ აქვს ირაკლი, იმიტომ რომ ყველა იმ ფაქტზე რომელზეც საუბრობთ, ვიდეო მტკიცებულებები რომელიც მიიტანეს, ამასაც არაჩვენებს. მოდის ვიღაცა ადამიანი რომელსაც შეიძლება შეხვდა საპირისპირო მხარეს და ეს მტკიცებულებები რო ვერ მიიტანეს, აი მიშა ზაქარიშვილს და სხვებს უთხრეს, რომ ჩვენო დაშვების დონეზე ვითვალისწინებ იმ ფაქტს, რომ ვიღაცა რო გაიგებსო, რომელიც თავისუფლების მოედანზე მეტროდან ამოდის, რომ იქ შეიძლება აქცია იყოს და ტროტუარზე ვიღაცა იდგესო, შეიძლება დაბრკოლდესო და მოუწიოს სხვა მარშრუტის გადაადგილება. არა, უბრალოდ ამიტომ ქუჩაზე მეორე მხარეს ტროტუარზე გადასვლა. ამიტომ ეს სასაცილო, სამარცხვინო, რეპრესიული დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და ყველანაირი ჯანსაღი და ადეკვატურის წინააღმდეგ მიმართული ის პროცესი, რასაც ქართული ოცნება აკეთებს და ეს გასაკვირი აღარ არის. სოლიდარობა მხოლოდ სოლიდარობის განცდა მოხს იმ ადამიანების მიმართ, ვინც ახლა თუნდაც რამდენიმე დღით, მაგრამ საპატიმროში არიან. მე ძალიან არ მომწონს, რომ ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში პატიმრობა გახდა რაღაც გაბაიბურდა და ხედავთ ადამიანებს, პოლიტიკურ ლიდერებს, მოქალაქეებს, რომლებიც თუნდაც საპატიმროში ვერ შედიან, გამხდრები, გადაღლილები, საკმაოდ დიდ სირთულეებთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული და ნუ იფიქრებს, რომ ის თუნდაც რამდენიმე დღიანი პატიმრობა სამარტო საკანში, საშინელი კვებით, საშინელი პირობებით და ფსიქოლოგიური წნეხით, რომელიც ამ ადამიანებს აქვთ, იმიტომ რომ პასუხისმგებლობები აქვთ. მარტო გიორგი ახობაძე ხომ არ იყო, რომელსაც მძიმე ტრაგედია და ვალდებულება და პასუხისმგებლობა ჰქონდა. უმძიმესი ამბავი დამართეს გიორგის, სხვები პასუხისმგებლობებით არიან ეს ადამიანები, გამშრალ უბრალოდ თან პატრიოტიზმიც მართავს მათ ყოველდღიურ ძალისხმევას, რომ გადიოდნენ რუსთაველის გამზირზე, აპროტესტებდნენ, ამბობდნენ, წერდნენ, სოციალურ ქსელით შეზღუდვის პროცესია, ნელა პოსტების, განცხადებების გამო ხდება ეს ყველაფერი. მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ გიორგი მისაუბრა კოორდინაციაზე და კოორდინაციის შესაძლებლობა ამ საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ აქტორებს შორის. დღეს ჩვენი მთავარი და ძირითადი საქმე უნდა იყოს ერთი იმედის გაჩენა, მეორეს მხრივ განსაკუთრებულად საუბარი იმ მოქალაქეებთან, რომლებსაც უჭირთ დღეს რომ დაინახონ სიმართლე, იმიტომ რომ პროპაგანდის რაღაცა ჩარხში არიან ჩათრეულები სამწუხაროდ, ეს სხვადასხვა რეგიონებში განსაკუთრებულად კონკრეტიკისკენ მინდა წავიყვანო ჩვენი საუბარი, რადგან თქვენ ახსენეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური განცხადება, ეს რაზე მეტყველებს იმაზე, რომ მათ მომხრეებშიც კი ტროტუარზე დგომის გამო ადამიანების ციხეში გაშვება სრულიად არაადეკვატური რამე ხდება. ანუ ეს ხალხიც კი ხდება, რომ სიგიჟის ახალ ფაზაში გადავედით, ხო? უწევთ ახსნა განმარტება. ამიტომ უწევთ ეს ახსნა განმარტება, მაგრამ აუხსნელია, ვერ იხსნება, იმიტომ რომ თუ ადამიანების რაოდენობა იმდენია, რომ ისინი საფეხმავლო ნაწილზე ვერ სანქცირებულია უნდა ქუჩაზე საავტომობილო სამოძრაო გზას არაკეტინებენ. იქით გადმოვიდნენ, ეუნდებიან სხვაგან ადიან, კედლებზე ადიან ამბავია, ხო? ანუ სრული არანორმალურობა და სიგიჟი. მიზანი ეგ არის, რომ გააქრონ ეს პროცესი. აი, ის რაზეც ახლა თქვენ დაიწყეთ საუბარი, რა ჭირდება საზოგადოებას და ხალხს. ჩემი აზრით, ესენი თავიანთი გადაწყვეტილებების
გამო ისეთ ფაზაში არიან შესული, რომ ვისაც უკვე უნდა რამე გაეგო და შესაბამის პოზიციად ჩამოყალიბებოდა, ისინი ჩამოყალიბდნენ. ჩვენ გვაქვს გარკვეული მოცემულობა ადამიანების, რომლებიც თავიანთ ლოიალისტობას ხელისუფლებისადმი სხვადასხვა არგუმენტით ან ამართლებენ, ან მართლებენ თავს, ან მიბმულები არიან რაღაც. აქეთ ვინც არის ძალიან დიდი უპირატესობით არ მოწონს ის მდგომარეობაშიც ვარ. რადგან მათ ის იმედიც კი გაუცრუვდათ ნაწილს, რომელიც ამ რეჟიმს და ივანიშვილს უყურებდა როგორც აი ამ ქაოსის პირობებში სტაბილიზატორს, იმ გაგებით რომ მოდი რა გადავაგოროთ ეს რთული პერიოდი და რაღაცა ნორმალურ გარემოში აღმოჩნდებით და დასავლეთთან მეტნაკლებად ალაგებას მოახერხებთ, აქეთ ეკონომიკურად ჩინეთი და არაბული სახელმწიფოები წამოგვეშველებიან და უცბად აღმოაჩინეთ რომ სრულ იზოლაციაში არიან ყველასგან. დავოსში არ მიგვიწვიეს, ჩემი აზრით მოულოდნელი არ ყოფილიყო. პრობლემა ის არის, რომ დუშანბეშიც მიასე ხარისხოვანი ხარ. ეს არის ამ შემთხვევაში იმ ხალხის ნაწილის პრობლემა, ხო? ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, მთავარი მაინც არის, რა ინსტრუმენტები შერჩა დღეს ოპოზიციას იმისთვის, რომ პროცესებზე გავლენა მოახდენს. თქვენ ახსენეთ ერთიანობის იდეის მნიშვნელობა, რომელსაც სხვადასხვა შინაარსი შეიძლება აძლევდეს სხვადასხვა პოლიტიკური მოტივებაში. აი, ლელო როგორ უყურებს თავად ამ იდეას? ჩვენ ამ თანამშრომლობის შესაძლებლობას უყურებთ კოორდინაციის გაგებით. იმიტომ რომ კოორდინაცია არის პირველ რიგში მთავარი პრობლემა რა არის, რამაც წარსულშიც, უახლოეს წარსულში, პოლიტიკურ წარსულში გამოიწვია პრობლემები, რაღაცა ურთიერთკინკლაობა, დაპირისპირება შემდეგ. პირველ რიგში ეს უნდა გადავდოთ გვერდით. უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ რა არის ის ყველაზე სწორი ცვლილების სტრატეგია, წინააღმდეგობის სტრატეგია, რომელიც ივანიშვილის რეჟიმს შეცვლის დემოკრატიული ძალებით, შეცვლის მრავალპარტიული უმრავლესობით და ასშენებს. ამაზე შეთანხმებაა პირველი. სხვა ნებისმიერი რაღაც ზოგადი ფრაზები ერთობის თუ ერთიანობის შესახებ არის ფუჭი. თავარი არის შინაარსი. როცა შინაარსობრივად გამართავ ერთიან სტრატეგიას ივანიშვილის წინააღმდეგ, რა არის სწორი, როგორ უნდა იბრძოლო, როგორ უნდა იყოს წინააღმდეგობაში, მე უკვე ერთობა ავტომატურად ხდება. თუ მე და თქვენ ერთნაირად მოქმედებთ გარბენში, ანუ საერთო სტრატეგია გვაქვს, ანუ ერთნი ვართ პოლიტიკურ დღისწესში და გადაწყვეტილებებში, მაგრამ თავარი ამას შეთანხმებაა. სამწუხაროდ იქ მიდის, რომ აბა ხა ერთი პარტია გახდება, ერთი ნომერი ექნება თუ ასე. მე მილიონი ხარისხოვანია. თავარი არის შინაარსზე შეთანხმება და ერთხელ და სამუდამოდ დასრულება იმ ურთიერთკინკლაობის, რომ ის სწორია, ის არასწორია. იქნება ორივე სწორია. იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ ახლა ამ პროცესში, რომ თითოეული პოლიტიკური პარტიის ლიდერი, ოპოზიციური პროდასალური პარტიის ლიდერი არის წნეხის, ძალადობის, ციხის, ან ციხეშიზის, ან ციხეში ჩასმის რისკის ქვეშ არის. გამოვიდა ბადრი ჯაფარიძე ციხიდან, წარუდგინეს მეორე ბრალი, ისევ ციხეში უნდა შეაბრუნონ. ანუ ყველა ერთ ნავში ვხედავთ ამ ბოროტების წინააღმდეგ. ამიტომ გადავდოთ გვერდით, რომ შენი გზა ცუდია, იმის გზა ცუდია, იქნება ორივე გზა სწორია. თუ ეს ერთი გზა იქნება, რა თქმა უნდა, ბევრად მნიშვნელოვანი, ჯობს ამაზე ვილაპარაკოთ. ვიდრე იმაზე, რა ფერის იქნება გაერთიანებული ოპოზიცია, იქნება ყვითელი, წითელი თუ მწვანე თუ ლურჯი. ამაზე ფიქრიც კი ზედმეტია, რა ნომერი ექნება ამ გაერთიანებულ ოპოზიციას, რა სახელწოდებას ლს გამოიყენებენ თუ არა სახელწოდებაში თუ ახალი უნდა ერქვას აუცილებლად. ამიტომ შინაარსზე შეთანხმება და ამ ურთიერთკიშფობის დასრულება, რომ შენ ვიღაცამ რაღაც მორალური მენტორის როლი რომ მოირგო ხშირ შემთხვევაში რიგმა ოპოზიციონერებმა და ამის დასრულება არის გამოსავალი. დასაწყისში ახსენეთ ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომ ყველა პერსპექტივა რაც წარმოედგინა, მაგალითად, თუნდაც ქართული ოცნების საომრჩევლოს ქართულ ოცნებას აკავშირებდა სტაბილურობასთან, მაინც რაღაცა გადარჩენის შესაძლებლობასთან. ამ ვითარებაში მაგალითად ბოლო პერიოდში ქართულმა ოცნებამ შექმნა უმძიმესი ჩუმი კონფლიქტები ჩვენ სამეზობლოში, მათ შორის აზერბაიჯანთან საკმაოდ დაპირისპირებული მოცემულობა, რომლის გამოსწორებასაც ახლა ცდილობს, მაგრამ წარმოუდგენელია ის, რაც შეიძლება დაემართოს ქართულ ეკონომიკას, მაშინ როცა ჩვენი სატრანზიტო მნიშვნელობა იკარგება ყოველდღიურად, ის რაც
იყო თავის დროს შევარდნაძემ სხვათა შორის ეს აბრეშუმის გზის იდეა დააბრუნა, ან გეოპოლიტიკური ღირებულება და მნიშვნელობა მისცა თავის დროზე საქართველოს თავისი ტრანსკავკასიური რკინიგზით, შესაბამისი მაგისტრალით, ანაკლიის პორტი, რომელიც იდეის დონეზე დიდხანს არსებობდა და ახლა კლავს ბიძინაევაში მოკლა რეალურად, ხო? მოკლა ჩიხი გახადა პროცესის ლაზიკის შეთავაზებისა და შესაბამისი ინსტიტუციონალური და გააქრო ყველაფერი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ამ მრავალწლიანი კონფლიქტის დასრულებამ გააჩინა მათთვის შესაძლებლობა რომ გავიდეს უფრო მოკლე გზა ახლო აღმოსავლეთიდან თურქეთის და ევროპასთან დამაკავშირებელი სატრანზიტო გზა. სად არის ამ დროს საქართველო? ავტობანი, რომელიც ავტომაგისტრალი, ჩქაროსნული დასავლეთ აღმოსავლეთ ავტომაგისტრალი, რომელიც 2014 წელს უნდა დამთავრებულიყო, ხალხო, 2026 წელია. ჯერ კიდევ დამთავრებული არის ანაკლიის პორტს, რომელსაც 2020 წელს უნდა მიიღო პირველი სატვირთო გემები ღრმაწყლოვან პორტში, რომელიც საქართველოს არ აქვს. რეალურად საქართველოს ზღვა რო გვაქვს, მარტო იცის ბიძინა ივანიშვილა, რომ ურეკში გააკეთა საჭყუმპალაო საკუთარი სასტუმრო და როცა გადიხარ და პირდაპირ ზღვაში შეცურო. ეს არის ბიძინა ივანიშვილისთვის ზღვა, იმიტომ რომ სახელმწიფოებრივად, ეროვნულად, ქართულად არ უყურებს ამ უდიდეს შესაძლებლობას, რაც ღმერთმა ბედისწერა საქართველოს არ გუნა. ეს არის სინამდვილეში წინაპრებმა, რომლებიც შეინარჩუნეს ეს ყველაფერი და ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ ეს არის, რომ ურეკში კარგი მიწის ნაკვეთი იყიდა, რაღაც მისაკუთრა ეს ყველაფერი და უბრალოდ გვერდით კიდე სასტუმრო ჩადგა, რომ საკუთარი სასტუმროს დახურული აუზიდან ღია საზღვაო აუზში გავიდეს. რამ დროს საქართველოს მოუკლა უმნიშვნელოვანესი პერსპექტივა, რომ ეს ტრანზიტი და აბრეშუმის გზის იდეა, რომელიც არის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი გეოპოლიტიკური, გეოსტრატეგიული ღირებულება, რომელთაც შეიძლება მოიპოვო უსაფრთხოება, მათ შორის ამერიკის, ჩინეთის ყველა სახელმწიფოს ჩართულობით, მოიპოვო ეკონომიკური კეთილდღეობა. ეს ტვირთები როცა გაქრება, ეს ტრანზიტი როცა გაქრება, მერე რა იქნება? მერე დაიწყება კრიზისი უმძიმესი, რომელზეც პასუხისმგებლობა ვინ დაიწყება? ეს კრიზისი ირაკი ხო ნაწილობრივ დაწყებულია იმ გაგებით, რომ თავისთავად ის ფაქტი, რომ თუნდაც კამპანიური შინაარსის, მაგრამ ცდელობა კობახიძეს და რეჟიმს ივანიშვილის ხალხს აქვს, რომ ფასებთან დაკავშირებით რაღაცა ინიციატივა აიღოს ხელში, ხო? ანუ გაღმა შეედავეს პრინციპით. ამ კამპანიაში ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო შტრიხი აქვს პროპაგანდას, რომელიც თქვენ უნდა დაგისვათ, რადგან თქვენ პარტიას უკავშირდება. ფორმულირება ასეთია, რომ ჩვენ ხო დავიწყეთ ფასებთან ბრძოლა და ოპოზიცია იცავს მაღალ ფასებს და იცავს იმიტომ, რომ აი მაგალითად ლელოსთან დაკავშირებული კომპანიები არიან სადისტრიბუციო სქემაში და ისინი აძურებენ ამას ყველაფერს. ამაზე ხა შეიძლება ბევრს ეღიმებოდეს 13 წელია მე-11 ხელისუფლებაში არიან, ყველაფერს მართავენ, ყველაფერს აკონტროლებენ, ყველაფერი მაგათია, ყველა შემომწირველი მაგათია, ყველა ამსხვილი ბიზნესების და ასე შემდეგ, მაგრამ ვიღაცას მაინც შეიძლება რაღაც კითხვები უჩნდებოდეს. თვლით თუ არა საჭიროთ, რომ თუნდაც ამ პროპაგანდისტულ ხაზს გამოეხმაუროთ? ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ 13 წლის განმავლობაში ივანიშვილის პირობებში გაიზარდა ფასები ყველა მნიშვნელოვან პროდუქცია. ყველა ძირითადი კომპანია, რომელიც დაკავშირებულია პროდუქტის გაკიდვასთან და მიწოდებასთან საზოგადოებისთვის არის ქართული ოცნების შემომწირველი. ყველა საერთოდ. ამ პროცესში ქართულ ოცნებას აქვს შესაძლებლობა ნამდვილად ნებისმიერ ხელისუფლებას, ხვალ რომ ხელისუფლებაში იყოს, აქვს შესაძლებლობა გააიაფოს პროდუქტი. საწვავზე ფასების გაიაფებით, აქციზის მოხსნით თუ შესაბამის გადასახადების შემსუბუქებით, იმიტომ რომ თელ დისტრიბუციის პროცესი საქართველოში არაფერი არ იქნება. სომხეთიდან შემოგვაქვს პომიდორი, კიტრი და სომხეთიდან შემოგვაქვს ბადრიჯანი, ყველაფერი სომხეთიდან შემოგვაქვს, მწვანილი შემოგვაქვს. ანუ სტატისტიკის სააგენტოს გაუგზავნეთ შეკითხვა და ვკითხეთ რა ტიპის ბოსტნეული რაოდენობით შემოდის ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან. თურქეთი და სომხეთი და აზერბაიჯანი არის ერთ-ერთი მთავარი დისტრიბუტორი ამ ქვეყანაში. სხვებს რო თავი დავანებოთ, აქ რო წარმოება არ ხდება. ბოსტნეულის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელი საქართველოს თითქმის ყველა დიდ სუპერმარკეტში არის ბიძინა ივანიშვილის კომპანია, ბიძინა ივანიშვილის ცოლის კომპანია, ხო? ეგრეთ წოდებული პლანტა. მთავარი კომპანია 13 ლარიღის კიტრი.
ანუ შეიძლება ვიღაც იმპორტირებულ პროდუქციას კი არ საუბრობთ. ბიძინა ივანიშვილის ცოლის კომპანიას, პლანტას. აი მარტივად ხალხო, თქვენ მოგმართავთ, რომ შეხვალთ ნებისმიერ სუპერმარკეტში და დაინახავთ პლანტას პროდუქციას. დააკვირდით რა ღირს გუშინ წინ არ ვაჭერ, გუშინ წინ 13 ლარი ღირდა კიტრი პლანტას სათბურებიდან. 13 ლარი კიტრი რო ღირს და რომ მეუბნება რომ ლარი და 70 უნდა გიყოს დღეში გამოსაკვებად. დღეში სოციალურად დაუცველს კახა კალაძე და ქართული ოცნება კვებავს ლარი და 70 თეთრად. ერთი დღის ულუფარი ლარი და 70 და ამ დროს კილოგრამი კიტრი ღირს 13 ლარი. ანუ ვინმე დამარწმუნებს იმაში რომ აქეთ სულელები არ გონივართ, შეურაცხყოფას რო გვაყენებენ ყოველდღიურად, განსაკუთრებულად ქართული ოცნების მხარდამჭერებს, იმიტომ რომ მე და თქვენ არ წყვდებით და არ თვლით თავს შეურაცხყოფილად, იმიტომ რომ ვიცი რომ ძალადობასთან, სიბინძურესთან, ტვინების რეცხვასთან მაქვს შეხება, მაგრამ ვინც წყვდება მას ხო შეურაცხყოფას აყენებენ ამით ყოველდღიურად და ანუ ამ ვითარებაში გადახედეთ ორი ნაბიჯი ვისია ხალხო, ახა ბექაური რომელიც მე ამ გაძვირებულ პროდუქციას კარგად რომ მოკიდით თქვენ მე მოდის რომ TV ფორმულა, TV პირველი, TV კავკასია დააჯარიმოს, იმიტომ რომ კომუნიკაციების კომისიაში მუშაობს ხელმძღვანელია კომუნიკაციების კომისიის და მას აქვს ერთადერთი ინტერესი ბიძინა ივანიშვილის დავალება კარგად შეასრულოს, კარგად მოივაჭროს თქვენს ისედაც რაღაცა გაღარიბებულ ჯიბეზე და შემდეგ წამოვიდეს და დამოუკიდებელ მედიისთვის მოიწევს და 24 საათი დევნოს საჩივრები უწეროს და აჯარიმოს დამოუკიდებელი ტელევიზიები. ამ ვითარებაში ცოტა დრო დაგვრჩა და ჩვენ დავიწყეთ საუბარი პარტიის ხელთარსებულ ინსტრუმენტებზე. თქვენ ისაუბრეთ ერთობის პერსპექტივაზე, მე შეგნებულად ზედმეტად არ ჩაგეძიეთ, რადგან ხედავ რომ ამ ეტაპზე მაინც რაღაც კონსულტაციების ფაზა არის და არ მაქვს სურვილი ზედმეტად ხელი შეუწყო დაძაბულობის ესკალაციას იქ, სადაც ჩვენი საერთო სურვილია რაღაც საერთო გამოინახოს. მინიშნებებით მივხვდით წარსულთან დაკავშირებით ყველას რა ტრამვები აქვს, ამიტომ ამაზე აღარ ვაპელირებ. თუმცა დადგება რაღაც ეტაპზე ის მომენტი, როდესაც პარტიებთან მიმართებაში მედიის მხრიდანაც, თქვენი მხარდამჭერების მხრიდანაც უფრო მეტი კონკრეტიკის მოთხოვნები გაიზრდება. ჩემი ბოლო კითხვა უკავშირდება უშუალოდ ლელოს მდგომარეობას და გეგმებს. დღევანდელ სიტუაციაში, როცა ასაკრძალთა სიაშიც ხარ და თქვენი ლიდერების მიმართ ერთი რო პატიმრობა გამოიარეს და მეორე სისხლის სამართლებრივი დევნის ქვეშ არიან, ეხლა მოთხოვნა და მოლოდინი იმის რომ იდეალურად აწყობილი ევროპული ტიპის პარტია დიფუნქციონირებთ, არა, მაგრამ ახერხებთ რომ პარტია შეინარჩუნოთ, რეგიონალურ დონეზე ინფრასტრუქტურა რა მდგომარეობაშია, პარტიის ლიდერები, მანუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, რა ფორმი და როგორი ინტენსივობით არიან ჩართულები მთელს ამ პროცესში. პირველ რიგში ჩვენი მთავარი ბრძოლისველი არის ყველგან, მათ შორის დედაქალაქში, განსაკუთრებულად რეგიონებში, სადაც ყველაზე ჩემი აზრით ყველაზე სუსტად არის ოპოზიცია, ოპოზიცია წარმოდგენილი, არ გავიშვერ ხელს არავისკენ და საგარეო ველზე კომუნიკაციის აქტიურად შენარჩუნება. ეს სამი ძირითადი ხაზია და მხარდაჭერა ყველა იმ შესაძლო კერის, ეს იქნება პროტესტი, ეს იქნება მნიშვნელოვანი ღირებული ინსტიტუტები ამ პროცესში თანამონაწილეობა. ეს არის ჩვენი ძირითადი არეალი. ჩვენ ვახერხებთ იმას, რომ საქართველოს ყველა რეგიონალურ ცენტრში ამ ეტაპზე გვაქვს ოფისები, გვაქვს ვინარჩუნებთ, არ ვიცი სხვებს რა მოცემულობა აქვს, თუმცა ვიცი რომ ამ შესაძლებლობა სხვა პარტიებს არ აქვს, ვინარჩუნებთ, ხვდებით მოსახლეობას, ვღებულობთ მათ კრიტიკას, ვეხმარებით, რით შეგვიძლია საქართველოს ყველა რეგიონალურ ცენტრში, ყველგან, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში, ახალციხეში, ყველგან საერთოდ, გორში, რუსთავში, სადაც კი თქვენ გაქვთ სურვილი და შესაძლებლობა, რომ ჩართული იყოთ პროცესში, მიდით ლელოს ოფისებში, სოციალურ ქსელში, ინტერნეტში მარტივად მოიძიებთ ამ მისამართებს და ჩვენ მზად ვართ, რომ გვერდითაც დაგიდგეთ, გავაერთიანოთ ჩვენი ძალის ხმევა და მოემზადოთ სამომავლო ბრძოლებისთვის. რაც შეეხება ლიდერებს, ჩვენი ლიდერები აქტიურად არიან ჩართული პარტიულ საქმიანობაში, ყოველდღიურად არიან პარტიულ საქმიანობაში ჩართული, მათი ძირითადი საქმიანობაც არის მათ შორის განსაკუთრებულად პარტიის წევრებთან კომუნიკაცია, მხარდაჭერა, იმიტომ რომ რთული პერიოდია და მათ
ჩვენს წევრებსაც ჭირდებათ გამხნევება, გვერდიდგომა, მუშაობთ. მათ შორის უნდა ითქვა საკრებულოებში და მათი ჩვენ ლიდერების ჩართულობა საკრებულოების წარმომადგენლობებთანაც ძალიან აქტიურია და ასევე საგარეო ვიზიტები, ამჟამადაც საგარეო ვიზიტში იმყოფებიან ბადრ ჯაფარიძე გუშინ გაემგზავრა, მამუკა ხაზარაძეც საგარეო ვიზიტში იმყოფება და ამ საგარეო ვიზიტების პროცესში მუშაობთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დავაინტერესოთ ყველა ჩვენი პარტნიორი საქართველოში მიმდინარე პროცესებით, იმიტომ რომ ივანიშვილს თუ რამის ეშინია ამ წლების განმავლობაში, ეს არის საგარეო წრეში ალბათობას იმისა, რომ ეს საგარეო ვიზიტები უფრო გრძელვადიან მივლინებაში გადაიზარდოს ქვეყანაში, მათ შორის თუნდაც ბადრისთან და მამუკასთან მიმართებაში გაცხადებული, ანუ რეჟიმის მიერ გაცხადებული მოლოდინის და პერსპექტივის ამ ეტაპზე ამას არ უშვებ, თუმცა პროცესს ვაკვირდებით, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მთავარია, რომ შევძლოთ ყველა იმ რესურსის შენარჩუნება, ყველა იმ მექანიზმის შენარჩუნება, რომელთაც ივანიშვილის წინააღმდეგ ვიქნებით ეფექტურები. ეს ამ ხაზს დავიცავთ ბოლომდე და რაც მთავარია, ჩვენი გუნდი რჩება ტოტალურ წინააღმდეგობაში ივანიშვილის რეჟიმთან, რეგიონებშიც, დედაქალაქშიც და საგარეო ველზეც. მადლობა.